როგორ უნდა შეარჩიო Tesla Model Y საყიდლად? რა მესმის რომ აქ ძირითადად მეორად ავტომობილებს ყიდულობთ ხოლმე, მაგრამ მოდით თან გაჩვენებთ როგორ ყიდულობ Tesla-ს ინტერნეტით. ძალიან მაგარი რაღაცა აწყეს. ბიზნეს მოდელი Tesla ზოგადად სხვა ავტომობილებისგან განსხვავებული აქვს ავტომწარმოებლებისგან. თუ სხვა ავტომწარმოებლები იყენებენ დილერებს მანქანების გასაყიდად, Tesla თვითონ ყიდის. ანუ iPhone-ის მიდგომა აქვს ყველაფერში რა. როდესაც შეხვალ საიტზე, აირჩევ Tesla Model Y-ს და კონფიგურაცია შეგიძლია საიტიდანვე. ნუ ეს რა თქმა უნდა ახლა ბევრ ბრენდს აქვს, მაგრამ Tesla-ს ძალიან მაგრაა გაკეთებული. შეგიძლია ლიზინგი ან დაფინანსება აიღო, ან შეგიძლია პირდაპირ ქეში გადაიხადო. რა მოდი ახლა ლიზინგი ავირჩიოთ რა. არის სამი ვარიანტი, როგორც უკვე გითხარით, long range rear wheel, ანუ უკანაწამყვანი, ყველაწამყვანი და performance, ყველაწამყვანი, 4-ვე ამძრავი ავტომობილი. აი აქ ძალიან საინტერესო დაგვთ ის რაც წეგან გითხარით, რომ ფას გიწერს იმის გათვალისწინებით თუ რამდენის ეკონომიას გააკეთებ საწვავზე რა. ნუ საშუალოდ საწვავზე თვეში $100 ეკონომიას გააკეთებ, როგორც გითხრეს და ნუ გათიშვა და ჩართვა შეგიძლია მაგისი რა და რეალურ თანხას დაინახავ რამდენი იქნება გადასახდელი. აი ესეთი მაიმუნობა აქვს ჩადებული რა. კაი, ეხლა წავიდეთ. პირველ რიგში რა თქმა უნდა ირჩევ ფერს. მოდი ავარჩიოთ ისეთი ავტომობილი, რომელშიც ახლა ჩვენ ვზივართ. თუ გინდა დისკები იყოს და არა კალბაკები, $2000 უნდა დაამატო. $2000-იანი ოფციაა ეგ. თუ გინდა რომ tow hitch კონდეს, ანუ პრიცეპკის ჩასაბმელი კონდეს, $1000-იანი ოფციაა ეგ, რაც საკმაოდ ბევრია, მე თუ მკითხავთ, ანუ $1000 საკმაოდ ბევრია. All black interior ან white interior შეგიძლია გქონდეს, ან შავი, ან თეთრი ინტერიერი რა. მესამე რიგის სავარძლები დამატებით $1000 ღირს, მე მგონი დასაწყისში 2000 თქვი და შემშლია ესე იგი და ბოდის გიხდით მაგისთვის. Full self driving-ი, რაზეც ცოტა ხნის წინ გესაუბრებით, $8000-იანი ოფცია აგერ და ვიდეოც არის თუ როგორ მუშაობს ეს ოფცია და ძალიან საინტერესო და კაი რაღაცაა. დამტენი შეგიძლია ორი ტიპის იყიდო, ერთი სახლის დამტენი და მეორე მობილური დამტენი, რომელთაც ნებისმიერ ადგილას შეერთებ და ნუ დენცქვითაში შეგიძლია შეერთო. სახლის დამტენი ბევრად უფრო სწრაფად ტენის, დაახლოებით 44 მილს გმატებს საათში და ეს გმატებს 30 მილს საათში, რაც დიდი სხვაობა ახლა არის, ნამდვილად არის რა, დაახლოებით 30%-ია სხვაობა და ახლა 30% საკმაოდ ბევრია დატენმისას რა. 10 საათის მაგრამ რაღაც 7 საათში დაგიტენს, მაგრამ საკმაოდ ბევრია რა. შეგიძლია $105-იანი ვერსია Tesla Model Y-ს Sunshade აიღო, რომელიც ამას დაეფარება და სიმხურვალეს შეაკავებს და შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივ ჭერიანი ავტომობილი გეყოლება. მაინც ლამაზად არ გამოიყურება, მაგრამ ნუ $105-იანი ვერსიაა და შეგიძლია ეგ გამოიყენო რა. და ნუ ტყავის საფენები თუ გინდა, დაბლა ფეხებში თუ გინდა რომ ტყავი გქონდეს, $225 უნდა დაამატო. მოკლედ დეტალები ყველაფერი შეგიძლია Tesla საიტზე ნახოთ, თქვენ თვითონ დააწყოთ და ნახოთ რა გამოდის ფასი. ეს ასევე დაგეხმარებათ მეორადი ავტომობილის შეძენისას. უკეთესად განსაზღვროთ, რომელი ფუნქციონალები აქვს ამ ავტომობილს და დაახლოებით რამდენი უნდა გადაიხადოთ, რომლის ყიდვა ღირს და რომლის არა.